ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო. ამჟამინდელი რეზოლუციის სახელწოდებაა საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ. დოკუმენტი 5 პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატების მიერ წარდგენილ პროექტებს აერთიანებს. კენჭისყრაზე რეზოლუციას 400 დეპუტატმა 63-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. თავი შეიკავა 91-მა. რეზოლუციის პროექტში კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის სახელის წარდგენილი ერთადერთი შესწორება შევიდა, რომელიც 27-ვე პარაგრაფში ხელისუფლებისგან ევროპარლამენტის წევრებისთვის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეუფერხებელი ცდომის უზრუნველყოფას მოითხოვს. რეზოლუციის მიხედვით ევროპარლამენტი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აღიარებს. მოწოდებს ევროკავშირს დააწესოს სანქციები ხელისუფლების წევრების მიმართ. გაკეთებულია მოწოდება ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, რაც რეზოლუციის ავტორების თქმით საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად არის დასახელებული. საინტერესოა, რომ ევროპარლამენტი მოწოდებს საბჭოს და წევრ სახელმწიფოებს განსაკუთრებით ევროკავშირის 25 წევრ ორმხრივ და კოორდინებულ საფუძველზე დააწესონ დაუყოვნებლივიდან მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის და მისი კომპანიების მიმართ. პერსონალური სანქციების დაწესების მოთხოვნა ეხებათ თანამდებობის პირებს და პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ვახტანგ გომელაურს, თბილისის მერს, მმართველი პარტიის ქართული ოცნების გენერალურ მდივან კახა კალაზეს და პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეს ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე მოსამართლეებს და სამართალდამცავი სამსახურების წარმომადგენლებს. მედია საშუალებების, მათ შორის ტელეკომპანია იმედის და პოზიტივის, ასევე რუსთავიორის მფლობელებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებს. ამასთან რეზოლუციის მიხედვით საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილი 120 მილიონი ევრო უნდა გამოიყოს არასამთავრობო სექტორის და დამოუკიდებელი მედიისთვის. ევროპარლამენტის რიგით მეექვსე რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიმართ მკაცრ შეფასებებს მოიცავს, ის რომ რეზოლუციების ტექსტში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობაზეა საუბარი. სიახლე არ არის. თუმცა ამჯერად რეზოლუციაში უკვე ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა შეყვანილია ბიზნესის და მედია მენეჯერების გვარებიც. სალომე ზურაბიშვილი კი ლეგიტიმურ პრეზიდენტადაა გამოცხადებული. მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი არგუმენტია თქვან, რომ ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. ქართულმა ოცნებამ რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა. სურს გამოვეხმაუროთ ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას საქართველოს და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ჯერ კიდევ 2023 წლის 26 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების მომავალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა, ეს გადამწყვეტი ბრძოლაა, ან დიპ სტეითი გაანადგურებს ამერიკას, ან ჩვენ უნდა გავანადგუროთ დიპ სტეითი. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში აქტიურად ჩაება და ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მას დიპ სტეითის განადგურების საქმეში. ჩვენი მხრივ დღეს მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ ან დიპ სტეითი გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს დიპ სტეითის გავლენას. როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას დიპ სტეითის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ, რომ თავი დააღწიოს დიპ სტეითის მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხარეს დავდგებით. ასევე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის გუშინდელი განცხადება. ევროპული ინსტიტუტების სერიოზულად აღქმა შეუძლებელია. ჩვენი აზრით, სამწუხაროდ ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია. ეს სიკეთეები, რომლებიც ქართულმა ხალხმა მოიპოვა თავისი შრომის, თავისი სისხლის ფასად, ევროკავშირთან დაახლოება, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, უვიზო გადაადგილების საშუალება, ყველაფერი ეს ქართულ ოცნებამ დააყენა ახლა საფრთხის ქვეშ. და ეს არის ასახული სწორედ რეზოლუციაში, რომ თუ კი ივანიშვილი არ დანიშნავს ახალ არჩევნებს, არ იქნება შეთანხმება, რომ ეს არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში, მაშინ ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ განიხილოს იმ უდიდესი სიკეთეების გაუქმება, რომელიც იყო მართლა ჩვენი ხალხისთვის
ესეთი санუკვარი და მიღწეული იქნა სწორედ ამდენი შრომის შედეგად. ჩვენ ეს არ უნდა დაუშვათ. ქართულ ოცნება სუვერენიტეტი იცნის საკუთარი მოქალაქეების რამდენჯერაც მოუნდება და როგორც მოუნდება ისე ცემა. თუ ასე ჩავთვლით ამ სუვერენიტეტს, მაშინ ევროპის ნაწილი ვერ გავხდეთ ევროპაში საკუთარ ხალხს უსმენენ და არავინ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არ იყენებს ასეთ ტოტალურ ძალას. თუ ისე იქცევი, როგორც არ არის დადგენილი და მიღებული დემოკრატიული სტანდარტით, ევროპული სტანდარტით, ხო, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტით, ბუნებრივია სანქციებს დაგიწესებენ. კატეგორიულად ვემიჩნევით იმას, რომ თქვათ შეჩერდეს ვიზო მიმოსვლა საქართველოსთან, იმიტომ რომ ეს შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის მოქალაქეებს, რომელთაც საერთოდ ბრალი არ მიუძღვით იმ კრიზისის შექმნაში, რა კრიზისშიც დღეს ქვეყანა არის. მაგრამ ამის ნაცვლად კონკრეტულმა პირებმა უნდა აგონა პასუხი, ინდივიდუალური, პერსონალური პასუხისმგებლობები უნდა დაწესდეს კონკრეტულად იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ბრალი მიუძღვით იმ ძიმე მდგომარეობის და კრიზისულ ვითარებაში ქვეყნის შეყვანაში, მათ შორის ადამიანების დაკავებაში, თქვენი კოლეგების ან ჟურნალისტების ცემაში. ჩვენთვის არანაირი ღირებულება ან მნიშვნელობა არ აქვს აბსოლუტურად არც ერთ დოკუმენტს, რომელიც უპირველეს ყოვლისა არ აღიარებს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს და პატივს ასცემს მის გადაწყვეტილებას. ეს სამწუხაროდ ეს ძალიან მკაფიოდ არის აღნიშნული ამ რეზოლუციის პროექტში. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ხვდებით არაერთ დეზინფორმაციას, ყალბ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლების შესახებ. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობას ყველა ჯანსაღ ძალასთან, რომელიც ევროპარლამენტში ფუნქციონირებს და რომლებიც აღიარებენ იმ ძირითად პრინციპებს, რასაც ეფუძნება ქვეყნებს შორის ურთიერთობები. ეს არის სუვერენიტეტის პატივისცემა, ეს არის შიდა საქმეებში ჩაურევლობა და საკუთარი მოსახლეობის პატივისცემა. რაფასი აქვს რეზოლუციას, სადაც არის უგულებელყოფილი 1,100,000-ზე მეტი ქართველი მოქალაქის ნება-სურვილი, სადაც ზურაბიშვილია ისევ პრეზიდენტად აღიარებული და საერთოდ რასაჭიროა ასეთი დამოკიდებულება პირდაპირ სააკაშვილი აღიარო ბარემ პრეზიდენტად პრაქტიკულად ეს ერთ და იგივეა და დაარქვან ისევ დემოკრატიის შუქურა და იცხოვრობენ აბსურდში. ის რკალი deep state-თან ბრძოლის ახლოვდება, ვიწროვდება, რაც დონალდ ტრამპმა ბრძოლის ცეცხლი დაანთო ვაშინგტონში, აუცილებლად მივა ევროპულ ბიუროკრატიამდე. ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, ეს არის თავდასხმა ასევე კონკრეტულად მედიის დამოუკიდებლობაზე. იყო რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე, რომელიც მოქმედებდა ზუსტად იგივე ძალების დავალებით. ეს ძალები დღეს აინიცირებენ გარკვეულ რეზოლუციებს ევროპარლამენტში და მათი ხელწერა იყო დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა. სწორედ ამ რეჟიმის მხრიდან იქნა მიტაცებული თავის დროზე, როგორც კერძო ტელევიზიები, მაგალითად იმედი, რუსთავი 2, სხვა კერძო მაუწყებლები, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლები. აქედან გამომდინარე, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმა არის ამ ძალების ხელწერა, ეგრეთ წოდებული deep state-ის ასეთი აქტები, ასეთი რეზოლუციები ძალიან მძიმედ აისახება ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციაზე ჩვენს ქვეყანაში, ქართული საზოგადოების თვალში. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ევროკავშირი და ევროპული ინსტიტუტები, ევროპული ბიუროკრატია გაჯანსაღდება. დუბაიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დასრულდა. ირაკლი კობახიძე დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობდა. გაიმართა არაერთი შეხვედრა, როგორც მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებასთან, ისე მსხვილი ბიზნეს ჯგუფის წარმომადგენლებთან. საინტერესო სამიტი იყო, ქონდა რა თქმა უნდა შეხვედრების საშუალება, მათ შორის გაიმართა შეხვედრა დუბაის მმართველთან, არაბთა გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ასევე ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან. იყო საინტერესო შეხვედრები, საინტერესო საუბრები. ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ამ რეგიონში ურთიერთობების გაღრმავება, პოლიტიკური პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება, ეკონომიკური კავშირების განვითარება. რა თქმა უნდა ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მიგვეტანა ჩვენს მეგობრებამდე, ჩვენს პარტნიორებამდე და ამ კუთხითაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ სამიტში მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთავრობათა სამიტში ჩვენი მონაწილეობა. სამიტის პარალელურად უამრავი ორმხრივი შეხვედრა გაიმართა მთავრობის ხელმძღვანელებთან, როგორც ის 30-ზე მეტი ქვეყნის მეთაური მონაწილეობდა სამიტში და ჩვენ მოგვეცა საშუალება სპარსეთის ყურის სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციასთან ჰქონდა შეხვედრები და გვემშელა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის ეკონომიკურ, სავაჭრო ურთიერთობებზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი
იყო საემიროებთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ჩვენი საავადმყოფო ეკონომიკური ურთიერთობების გამყარების მიზნით ეს ვიზიტი, იმიტომ რომ ჩვენ ვისაუბრეთ იმ მიმდინარე პროექტებზე, რომელიც ამ ქვეყანასთან გაგვაჩნია და ასევე დაგეგმილდა პერსპექტიულ პროექტებზე, რომლებსაც ერთობლივად განვავითარებთ. წინა ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობების პირების საქმიანობის შემსწავლეს საგამოძიებო კომისიას თიაწუ ლუკიანო ხელმძღვანელებს. კომისიის მდივანი კი სოზარ სუბარი იქნება. 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართა და უკვე განისაზღვრა ის მიმართულებებიც, რაზეც პირველი 3 თვის განმავლობაში იმუშავებენ. როგორც კომისიის წევრები ამბობენ, მნიშვნელოვანია საბოლოოდ პოლიტიკურად თუ სამართლებრივად შეფასდეს წინა ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებები და საქმიანობა. კომისიის მუშაობას სპეკულაცია დაფასებს ოპოზიცია, მათ შორის განსაკუთრებით კრიტიკულია ნაციონალური მოძრაობა. თავარი ამოცანა ერთ-ერთ სტრატეგიული რაც მათ ჰქონდათ მართლობაში მოსულ შემდგომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის როგორც თავარი ანტიიმპერიალისტური კერის გაქრობა საქართველოში და მეორე ეს არის როდესაც ვერ რეაგირებ და არ რეაგირებ არადემოკრატიაზე, წამებაზე, ეკონომიკურ პრობლემებზე, გეოპოლიტიკურ ჩიხზე, რომელიც ქვეყანაშია, მუდმივად საუბრობ იმ თემაზე, რაზეც 12 წელია საუბრობ. მოულოდნელობა არ იქნება ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ფიგურის, ნებისმიერი სხვა ასე ვთქვათ პოლიტიკური გუნდის წევრის გამოგონილი ბრალდებით დაკავება ან რაღაც დამატებითი საქმის აღძვრა. ახლა ამას ველოდებით ყოველდღიურად ისეთ რეჟიმში და ისეთ სისტემაში გვეწევს ცხოვრება. მიქანაძე გივის როდის გაასამართლებს საგამოძიებო კომისია ველოდები, იმიტომ რომ გივი მიქანაძე იყო კურატორი მინისტრის მოადგილე, სასჯელ ასრულების კურატორი მინისტრის მოადგილე, როდესაც მაგალითად მოხდა და ძალიან ძიმედ მახსოვს მოპირდეთ მაგალითად ეგრეთ წოდებული ციხის პუნქტის საქმე. როდესაც ვიღაცის გასამართლებაზეა საუბარი, ამისი უფლება უნდა გქონდეს. უნდა დაიწყო შენ თვითონ შენი თავი. ამიტომ ნაცებს რამდენად გაასამართლებენ არ მაქვს ამისი მოლოდინი, იმიტომ რომ დღეს ოცნებაში ნახევარზე მეტი, მათ შორის პარლამენტში არის ნაცმოძრაობის რეჟიმის მსახური. ჩვენ ვხედავთ, რომ წინა ხელისუფლების დროს მომუშავე ადამიანებმა ბრწყინვალედ დაიმკვიდრეს ადგილი ქართულ ოცნებაში, იმ ქართულ ოცნებაში, რომელიც სავსე არის ზურა ადეიშვილის მოადგილეებით და პარლამენტში მათი კოლეგა არის დღეს გივი მიქანაძე, მეგის ქარდავას მოადგილე, რომელიც ბათუმის მერი არის და მურუსიძე და ჩინჩააძე, რომელიც ფაქტიურად სრულად შეეზარდნენ ამ რეჟიმს. ახლა ქართულ ოცნებას გვინდა გვითხრას, რომ აი ამ პორტირებული და ბინძური დავალებების შემსრულებელი ხალხის გვერდით რაღაც კომისიამ უნდა იმუშაოს და 12 წლის თავზე გამოავლინოს რაღაც ტიპის დანაშაული. მიზანი არის, რომ ჩვენ შევაფასოთ, ვინ მართავდა სახელმწიფოს 2003-2012 წლებში, როგორ მართავდა, რა მიზნით მართავდა და რა პირობებში გადააბარა სახელმწიფო იმ ძალამ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის სახით მართავდა ჩვენს ქვეყანას. ნაციონალური მოძრაობა ითანამშრომლებს თუ არა, ეს კითხვა არ ისმის, იმიტომ რომ კანონით მათ აქვთ თანამშრომლობის ვალდებულება. და თუ რომელიმე მათგანი, მას შემდეგ რაც ჩვენ მოვიწევთ მოსმენაზე, უარს განაცხადებს მობრძანებაზე, ამისთვის ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს საკმაოდ მკაცრ პასუხისმგებლობას. ეს არის შეგახსენებთ უმძიმესი დანაშაულები, ეს არის უამრავი ადამიანის მკვლელობა, ადამიანების წამება, სისტემური დანაშაული, რაც ხდებოდა ციხეებში, ეს იყო ბიზნესის სისტემური რეკეტი, რაც შეეხო 10,000-ობით ადამიანს ჩვენს ქვეყანაში, ეს იყო 2008 წლის ომის დანაშაული, უამრავი დანაშაული იქნა ჩადენილი მაშინდელი რეჟიმის მიერ და ამ დანაშაულების შეხსენება არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი და ბუნებრივია ამ თემებზე იმუშავება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ გამოძიების შედეგები იმისათვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა. მართლ გუნდში მიაჩნიათ, რომ ეს გამოძიება ოპოზიციისთვის საფრთხის შემცველია, რადგან მათ საკუთარი დანაშაულების შესახებ კარგად იციან. აქედან გამომდინარე, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები მაქსიმალურად შეეცდებიან თავი აარიდონ გამოძიებას.
მათ აქვს შიში, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ყველაზე კარგად უწყიან საკუთარი დანაშაულების თაობაზე, შესაბამისად, მათთვის საფრთხე შემცველია, ბუნებრივია ეს გამოძიება, რომელიც წარიმართება და აქედან გამომდინარე მაქსიმალურად შეესწებიან ბუნებრივია გამოძიებას თავი არიდონ, თუმცა მე შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს, კონკრეტულად პროკურატურას აქვს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს შესაბამისი გამოძიება დანარჩენ სტაბილურად. პოზიციის შემასებებზე არ ვისაუბრებ, მათთვის ყველაფერი უსაფრთხოა. რაც შეეხება გამოძიებას, ეს პროკურატურის პრეროგატივაა. მე არ ვარ ჩახედული იმ ინფორმაციას კარგ დასაჯარო განცხადებებისა, რაც გაკეთდა. შესაბამისად ჩანს იკვეთება გარკვეულწილად დანაშაულის ნიშნების არსებობა, თუმცა ნაადრევი არის ამას კომენტარის გაკეთება. პროკურატურა გაერთიანება და შესაბამისად ალბათ ვეცოდინება უფრო მეტი ამ განცხადებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ასევე საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე პროკურატურაში გამოკითხვები მიმდინარეობს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში ამჯერად ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი ლევან ნიკოლეიშვილი გამოიკითხა. 6 საათიანი გამოკითხვის შემდეგ ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას კონკრეტული მტკიცებულებები წარუდგინა. გამოიკვეთა მთელი რიგი საინტერესო დეტალები, მივაწოდეთ მტკიცებულებები, გარკვეულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შექმნეს ქვეყანაში ერთგვარი ხელოვნური ქაოსი, რაღაც კრიზისის მომენტები, რყევები, მიმდინარეობდა რევოლუციური სცენარების განხორციელების მცდელობა. ამ საკითხებში იყო ჩართული გარკვეული უცხოური აქტორების და დამფინანსებების და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს დესტაბილიზაციის მცდელობა. მშვიდობა არის ერთ-ერთი მთავარი მონოპოლი, რაც ჩვენ გაგვაჩნია და ქვეყნის კარგად განვითარების საშუალება უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი. საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული მორიგი მოღალატეობრივი ნაბიჯი ასე აფასებენ მმართველ გუნდში ნიკა გვარამიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ვიზიტს სტრასბურგში. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რადიკალების მოთხოვნით შექმნილი მორიგი უსამართლო რეზოლუცია და სანქციებით მუქარა ქართულ სახელმწიფოზე გავლენას ვერ მოახდენს. მათივე თქმით, ხელისუფლება განაგრძობს ქართული ინტერესების მიხედვით მოქმედებას. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის გადახედვა, საქართველოს მოქალაქეთა სანქცირება, ამ და სხვა მოთხოვნებით ევროპარლამენტში რეზოლუციის კენჭისყრად დღეს იგეგმება. ჩვენი დამოკიდებულება სანქციებით ვერავის ვერ შეაშინებენ, როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, საუბარია სამშობლოზე. რას ვაკეთებთ ჩვენ, ხო? ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ვიცავთ მშვიდობას ქვეყანაში. ჩვენ გვახსოვს ეს ისევ ის ადამიანები დარბოდნენ, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ვიზა ლიბერალიზაცია შეჩერებული იყო და ახლაც იგივე დამოკიდებულებას ხედავთ ქვეყანასთან მიმართებით. ესენი არიან მოღალატეობრივი დაჯგუფება. ევროპარლამენტს არ შეუძლია, არც არ შეუძლია, არც ფერი, არც ჩვევები არ შეუძლია და რასაკვირველია ის რეზოლუციები, რაც აქამდე მიღებული, არაფერს არ განსხვავდება ახალი პროექტისაგან. რაც შეეხება ესპანებს, რომლებიც ჩავიდნენ მისათვისაც ევროპარლამენტის წინაშე გამოვიდნენ, კვლავ რაღაცა გაუგებარი პროგრამით და პერფორმანსით. ერთადერთი აქვს მიზნად, რომ როგორმე სირთულე შეუქმნან საკუთარ ქვეყანას. არც ევროპარლამენტის რეზოლუცია არ ღირს, ჩირის ფასი არ აქვს. და რასაკვირველია, არც ამ თაღლითების გამოსვლას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ზიამაღლობელის უფლება დამცველებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბათუმელების რედაქტორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართეს. შეგახსენებთ, ზიამაღლობელი 33 დღეა შემშელობს. ის ამჟამად კლინიკა ვივა მედში იმყოფება. რაც გულისხმობს ზიამაღლობელის უფლება დამცველების სასარჩელო განაცხადი. შემდგომლობა შეეხება აფროთი ღონისძიების გაუქმებას. არის პირველი ეტაპი მისი დასაშვება ცნობა და სასამართლოს ცხადია ჩვენ ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოვიყენეთ იმისათვის რომ ახალი გარემოებები ფაქტები მიგვეწოდებინა სასამართლოსთვის და ხა მე შინაარსობრივ ნაწილში სამართლებრივად ვერ შევალ ვინაიდან ვრცელი და მოცულობითია შემდგომლობა, მაგრამ სავსებით შემიძლია გითხრათ თანამდვილებით რომ ეს
შუამდგომლობა არის დასაბუთებული. დასაბუთებული იმ სამართლებრივ გარემოებიდან დაწყებული, რომელიც შეეხება მზია ამაღლობელის უკანონო ადმინისტრაციულ დაკავებას და ეს გარემოებები საქმის გარემოებების კვლევის შედეგად ცალსახად გამოიკვეთა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ ჩინაგან საქმეთა სამინისტროს. დაკავება სუსტი სამართლის წესით. ესეც არის უკანონო, ვინაიდან სილის გაწმობა ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება თავდასხმად. ასე ვთქვათ, ტერორისტთან მიახლოებული კვალიფიკაცია, რომელიც გამოიყენა პროკურატურამ, ეს იყო, ასე ვთქვათ, იმის მცდელობა, რომ შეინიღბათ ამ საქმის სიმძიმე წარმოეჩინა ჩვენი მოლოდინების გათვალისწინებით და ასე ვთქვათ, სამართლებრივი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს იმის სურვილი, რომ სასამართლოს გარემოებები ობიექტურად შეაფასოს. იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა თითქმის 40%-მდე გაიზარდა და 2 მილიარდ 6 მილიონი ლარი შეადგინა. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით იანვარში გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მონაცემები. საქართველოს ექსპორტის მოცულობა იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 19%-ით გაიზარდა და 400 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა, რაც შეეხება იმპორტის მონაცემებს დაახლოებით 55%-იანის დაგვაქვს და აღნიშნული მაჩვენებელი მილიარდ 600 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული ძალები ცდილობენ შექმნა ნეგატიური მოლოდინები ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტები მეტყველებს. სხვა რამეზე იანვარი იყო ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან აქტიური და ასე უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, მთელი წლის განმავლობაში. ამისთვის არსებობს ყველანაირი წინაპირობა, ამისთვის ძალიან აქტიურად მუშაობთ, მათ შორის ის ვიზიტები, რომელიც ხორციელდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, არაბულ სახელმწიფოებში. ემსახურება იმას, რომ კიდევ უფრო მეტად დავაჩქაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ამ კუთხით გვექნება ძალიან დიდი წარმატება. დარწმუნებული ვარ, როგორც 2025 წელს, ასევე მომდევნო წლების განმავლობაში ის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც იქნა მოზიდული არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც დააჩქარებს ეკონომიკურ განვითარებას. აქედან გამომდინარე, კონკრეტული ძალების, ასე ვთქვათ, ოცნება, რომ ქვეყანაში შეფართდეს ეკონომიკური განვითარება ვერ იქნება რეალიზებული. სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს აღემატება და მნიშვნელოვნად თითქმის 40%-ით არის გაზრდილი წინა წლის იანვრის მაჩვენებელთან შედარებით. გაზრდილია ექსპორტიც, რაც ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში მოხმარება გაზრდილია და ეკონომიკური აქტივობა იანვრის თვეში იყო საკმაოდ მაღალი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობისთვის დაქირავებული ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ახალი სტადიონის ძირითად მახასიათებლებზე. კონსულტაციებმა მინისტრს გააცნეს სტადიონის პოტენციალური მდებარეობის დათვალიერების შედეგები და შეთანხმდნენ, რომ საქართველოში პირველი ვიზიტისას მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ წარმოადგენენ კონცეფციასთან დაკავშირებულ უფრო კონკრეტულ შეხედულებებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გავცვალეთ ის მოლოდინები, ის გეგმები, რომელიც გაგვაჩნია და ამავდროულად, რა თქმა უნდა, მოვისმინეთ ის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებები ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ბევრი ინფორმაცია შეაგროვეს ჩვენმა ექსპერტებმა და უკვე შემდგომი მოქმედებები არის სწორედ ამ ინფორმაციის გადამუშავების შედეგად მშენებლობები და ანგარიშები, რომლებიც უკვე ჩვენ საშუალებას მოგცემს, რომ კონცეფციასთან მიმართებაში კიდევ უფრო მეტი განვითარება გქონდეთ. ეს არის შესანიშნავი სივრცე 70,000 კომაგზე გათვლილი სტადიონისა და ყველა იმ აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, რაც საჭიროა დიდი ტურნირებისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსგავსი თამაშების მისაღებად. ვსწავლობთ პოტენციურ მდებარეობებთან საგზაო და სხვა სატრანსპორტო კავშირებს, იმისთვის რომ ამ რაოდენობის ადამიანებს ჰქონდეთ მისვლის შესაბამისი პირობები. სტადიონი უნდა იყოს UEFA-ს საკვალიფიკაციო ეტაპებისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის შესაბამისი. ვსწავლობთ რამდენიმე ლოკაციას, მათ შესაბამისობას A მასშტაბის არენის და პირველი დონის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. ერთ-ერთი მდებარეობა იმედის მომცემია, შევისწავლით სხვა ადგილებსაც.
უცხოელი ექსპერტების გუნდი საქართველოში იმყოფება, შესაბამისად მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო მათთან ერთად ძირითადი საინფორმაციო დოკუმენტაციის შესწავლა, ადგილების შეფასება, რაც მოგცემს საშუალებას მალევე პერიოდში შევძლოთ და დავადგინოთ თუ აღნიშნული სტადიონის მშენებლობის ძირითადი გაბარიტები და მიმართულება და იდეა, რომელიც არსებობს ჩვენ ქვეყანაში ჩემპიონთა ლიგის მიღების